ნახევარფინალის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება. კულისებში დაძაბულობა თანდათან მატულობს. მონაწილეები მაყურებლის წინაშე წარსადგენად თითქმის მზად არიან. საგრიმეოროში დიდი აურსაურია. ზოგს გაუმართლა, მორგებულ იმიჯში თავს თავისუფლად გრძნობს. ზოგს კი სრულიად ახალ კანში შეძრომა მოუწია. განსაკუთრებულად რთულია, როდესაც ბევრი პლასტიკატი გაკლია სახეზე. სიმღერა მქონდა ტურები, სადაც არაფერი არ მქონდა დაკრული და ძალიან ხალისიანად გავატარე მთლიანი დღე და შემდგომ ვაივს. ეს ის დღეა, რომელიც იქნება რთული. კონცერტი სალომე ბაკურაძემ 80-იანების დისკო ჰიტით გახსნა. მომღერალმა ჯგუფის The Weather Girls ორივე წევრის როლი მოიგო და ცნობილი ჰიტი The Raining Man შეასრულა. გიორგი სუხიტაშვილი მაყურებლის წინაშე ბრიტანელი როკ მუსიკოსის სტინგის იმიჯით წარსდგა. ემოციურად შესრულებულმა ნომერმა ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა. შოუს ყველაზე პატარა მონაწილე მე-20 საუკუნის ოპერის ცნობილ მომღერლად მარია კალასად გარდაისახა. მეცო-სოპრანოს გამორჩეული სასიმღერო ტექნიკა ლიზა ყენიამ მაქსიმალურად წარმოაჩინა. შეასრულა კლასიკური ნაწარმოებიდან იყო მარია კალასი და თან იყო 17 წლის ადამიანი, რომელსაც ვერასდროს ვერ ხვდები რა ზემღერის რეალურად, იმიტომ რომ რაღაც იქ სერიოზულ რომანებზე იყო სიმღერა და რეალურად იქიდან არის ამოღებული და რთული იყო. ნინი ციკლაურმა წარმოშობით შოტლანდიელი მომღერალი 27 წლის ემილი სანდე განასახიერა. როიალთან ცოცხლად შესრულებულმა ემოციურმა ნომერმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. მაყურებლის დიდი ოვაცია მოჰყვა ზურა ჯავახიას სცენაზე გამოჩენას. მართალია ზურამ პოპის დედოფლის მადონას ერთ-ერთი განსახიერება ვერ მოახერხა, სამაგეროდ მთელი დარბაზი გაამხიარულა. მთლიანობაში იყო მხიარული ნომერი, ძალიან მაღლებია და ძალიან რთულია ახლა მაგას სერიოზულად მიუდგე ძალიან ცოტათი კარგი და უფრო მეტად პროფესიონალურია რომ არ მიუდგე სერიოზულად. აი ნახე რა კარგი ჭრილობია. თემო საჯაიამ R&B-ს და soul-ის ფერადკანიანი მომღერლის სტილის იმიჯი მოიგო. შოუს ბოლო ნომერი ლანა დელ რეიდ გარდასახულმა ნუკა კვალიამ შეასრულა. განსაკუთრებული დრამატიზმით შესრულებულმა ნომერმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და ნუკა მეცხრე შოუს ლიდერი გახდა. ყოველთვის რაღაც ლაივი როდესაც არის ასე ვთქვათ, ისე სერიოზულად არ ვდგები მაგალითად როგორც დღეს მივდექი, იმიტომ რომ რაღაცა გადამწყვეტი ხდებოდა და რომ დავფიქრდი, სადაც აქამდე მოვედი, რატომაც არ უნდა გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი რეალურად და მართლა ვეცადე და მომინდომე რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა. გოგამის მეცხრე ლაივ შოუს ხმასთან დაკავშირებული პრობლემის გამო გამოეთიშა. შესაბამისად კონკურსის თანახმად მას ჟიურისგან და მაყურებლისგან ყველაზე დაბალი ქულა ერგო.
პირველი ფინალისტი ვინ ხდება? მაყურებლის, ჟიურისა და მონაწილეების 9-ვე შოუს შეჯამებული ქულების მიხედვით ნახევარფინალში სალომე ბაკურაძე, ნინი ციკლაური, თემო საჯაია და ნუკა კვალიაშვილი მოხვდნენ. მოგბრძანდით ქალბატონონი, იგი გილოცავს. მეგა შოუ 1-1-ში დასასრულს უახლოვდება. შემდეგ 4 შაბათს მაყურებელს წინ დაუვიწყარი ფინალი ელოდება.